სტეფან წმინდელი შალვა-კაზალიკაშვილი მეცხვარეობას 1976 წლიდან მისდევს. 2012 წლის სექტემბერში 68 წლის მეცხვარე დაპატიმრებას შემთხვევით გადაურჩა. სტეფან წმინდის რაიონში ცნობილი ადამიანის წინააღმდეგ სპეცოპერაცია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში დაიგეგმა. გაიშიფრა ყველაფერი. ის კაცი ამბობს, რომ ამ კაცს მიუტანებ ფული. მერე ვინ მისცა იმასაც ამბობს. დავით ლაღაძია თუ ლაღიძია თუ ლაღაძი. კუდის თანამშრომელია. ბიზნესმენს, რომლის გამოყენებაც კუდმა შალვა-კაზალიკაშვილის დასაპატიმრებლად სცადა, სამართალდამცავ სტრუქტურებთან პრობლემები ჰქონდა. იგი აიძულეს მეცხვარესთან კუდის ეგრეთ წოდებული ოპერატიული დანომრილი კუპიურები მიეტანა. სულ 4 საბაბით დააკავებდნენ, რომ მან სინამდვილეში 10,000 ლარი მიიღო. ოფიციალურ დოკუმენტებში კი მყიდველი გაცილებით ნაკლები თანხის შალვა-კაზალიკაშვილის დაპატიმრებას ნამდვილად უპირებდნენ, მან 2012 წლის შემოდგომაზე მედიის საშუალებით შეიტყო. რაღაცა ვერ დავეჭდი რა ცხვარცხრის ყიდვა რა პრობლემა არის ახლა სულ ეგრე ყიდით ამ ცხვარს. და რაღაცა კი შევატყე ამ კაცს. რაღაც დაბნეულივით იყო. კანკალებდა რაღაც მეთქი რა ვიცი რაღაც ჭირს. ვერ მოვეაზრებდი რომ ასეთ რაღაცაზე წავიდოდნენ. ეს 4500 დამიტოვა კონვერტს ჩადებული ფული. ველოდებოდი რომ 10 დღეში უნდა ჩამოსულიყო და ეს ცხვარი წაეყვანა და ეს დანარჩენი ფულის უნდა ჩამოიტანა. არა და აღარ გამოჩნდა ურეკა აღარ პასუხობს. ეს ისტორია ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გახმაურდა. პირი, რომელიც საქმეში იძულებით აგენტის როლს ასრულებდა, მთაწმინდა ქრწანისის პოლიციაში თავად გამოცხადდა და საქმეზე ჩვენება ნებაყოფლობით მისცა. მოგვიანებით საქმე მთავარ პროკურატურას გადაეცა. დღემდე ჩემთან რაღაც პატრონი არ გამოჩენია ამ ფულს, ვისი იყო, ვინ მისცა, როგორ მისცა, საიდან ჩამოფრინდა ეს ფული დღემდე პატრონი არ ყავს ამ ფულს ჩემს გარდა. მოვიდნენ და ეს ფული მოითხოვენ, მე ვფიქრობ რომ სახელმწიფოს ფულია და არ უნდა სახელმწიფოს თავის ფული დაუბრუნოს.